ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია გუშინღამეთ ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში ქართულ ბანკის გაკოტრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსი დაიკითხა. მისი დაკითხვა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქობალია დაკითხვაზე ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით დაკითხვის პროცესში ბევრი უაზრო შეკითხვა დაისვა და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლად. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ იგივე საქმესთან დაკავშირებით ქობალია დაკითხვაზე კიდევ დაიბარო. იცით რატო? იმიტომ რომ ვიაც საქმე ეხება ქართულ ბანკის ქონებას, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ უფრო დეტალურად ვერ მოგიყვებით შეკითხვების შესახებ, მაგრამ როგორც იცით 4 საათი ვიყავით და დაკითხვა ამ ეტაპზე დასრულდა. სავარაუდოდ შესაძლებელია გითხრეს, რომ დაგვიბარონ, მოწმის სტატუსით დაიკითხა, იყო რაღაც კითხვები, მაგრამ მე ვფიქრობ, ბევრი უაზრო კითხვები დასვეს და ფსიქოლოგიური ზეწოლა.